საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოვებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება MDMA და კლეფედრონი საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილზე 609 ლოკაციაზე განათავსა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ჰეროინი, კოკაინი, მეტადონი, ბუპრენორფინი, გამომშრალი მარიხუანა, MDMA, კლეფედრონი, ალფა-პვპ, მცენარე კანაფი, პრეგაბალინი და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო ნივთები ამოიღეს. დაკავებულის ბრალდება ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმრჩევებს.